გამარჯობა. მე ვარ ელენე. 4 წლის. ჩემმა დედიკომ და მამიკომ კარავი მაჭუქეს. თეთრი კარავი. ძალიან ლამაზი თეთრი კარავი. მე კიდევ უფრო გავავა ამაზე. გარედან თეთრი ვარდები ჩამოვკიდე. შიგნით თეთრი სათამაშოები დავაწყვა და ჩემი თეთრი კაბები შევიტანე. თეთრი ფერი იმიტომ ავირჩიე. იმიტომ თეთრი ყველაფერს უხდება. თეთრი სულ სუფთა, კრიალა. თზე რასაც გინდა დახატავ და რასაც გინდა იმას დაწერ. რამდენი ხანია რაც მე და ჩემს მეგობრებს. რა ისეთი გაკეთება გვინდა, რასაც უფროსების გარეშე საუძლებთ. ისედაც უხალშგვიში. 1 წუთი თუ არ დაგვინახეს, მაშინ ეწყება. ამას ადახართ, ასაკეთებთ, ამას ხوارაფუჭებთ. აქიყავით, რომ ჩვენს ხედავდეთ. სულ რატო გვამოწმებენ? ვერაფრით ვერ გავიგე. ხო და როცა მითხრეს, დაბადების დღეზე საჩუქრად რა საირჩევო, ბევრი არ მიფიქრია. უკვე არჩეული მქონდა ეს კარავი და პირდაპირ ვაჩვენა. ეს მინდა მეთქი. დიდად აფხთეურებელი ადაჩდნენ. არ ვიცი რას ელოდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ რომელიმე ზღაპრის, გმირის, ჭკვიალა სასახლეს ავირჩევდი და ჯერ დედამ ჩემმა მითხრა. ელენე, ნახე დედიკო, ეს არ ჯობია? და იასფანისფერი სახლი მაჩვენა. ტყვითელი ფრანჩებით. რა დრო ჩემი იასფანისფერი სასახლი. 2 წლის კი არ ვარ. მერე მამა ჩემმა ეს ნამდვილ მოგეწონებ და ბორბლებზე შემდგარი წითელი მანქანასავით სახლის ფოტო დამიდო. რა არის ბიჭი კი არ ვარ. არამეთი. ან თეთრი კარავი. ან საერთოდ არ მინდა თქვენი საჩუქრა. თქვი და კედლისკენ მივუტრიალდი. ამან ისე იმოქმედა ჩემს ბებოზე. მაგიდაზე ხელი დაკრა და დაიძახა. რა გაუჭირეთ საქმე არ გესმით? რაც უნდათ ის უყიდეთ ბავშვს. ჩემ მშობლებსაც მეტი აღარაფერი უთქვამთ. და მეორე დღეს და როცა ერთად ვაწყობდით, კურიელის მოტანი 5-ში ჩალაგებულ ხის ჯოხებს და თეთრ ნაჭრებს ცოტა კი შემეშინდა. აი თუ ესეთი არ გამოვიდეს, როგორიც ფოტოში. მაგრამ საბოლოოდ იმაზე უკეთესიც ამოხმოჩნდა. ისეთი რომ ჩემი მშობლებიც აფრთხილდნენ. კარავი სასტუმრო ოთახის ცენტრში დავდგით. ყველას გასაგონოთ თქვი, რომ აქ ჩემოსვლის უფლება ხოლო პატარებს ექნებოდათ. დიდი ყმაფილება ვერ შევატყო, მაგრამ არც პროტესტი გამოვთქვამთ. ახლა კი ჩვენ მეგობრებს ველოდები. სულ მალე ჩემი მეგობრები მოვლენ, ლინა და კატო. და ერთად მოვიფიქრებთ ძალიან მაგარ რაღაცებს, რაც მარტო ჩვენ გვეცოდინება და აქ მარტო თეთრ კარავში მოხდება. უფროსები აქ ვერ შემოეტევიათ. ამიტომაც ეს ადგილი იქნება, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ვიმღერებთ, ვიცეკვავთ და ძალიან ბევრ რაღაცებს გამოვიგონებთ. ისინი რომ მოვლენ, იმათაც კარგად გაგაცნობთ. ორივე ჩემზე უფროსია. ლინა 1 წლი, კატო 2-ით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვუი, გონი მოვიდნენ. მოდით, გოგოებო, მოდით. ნახეთ რა სურპრიზი მაქვს თქვენთვის. ვა, ეს რა მაგარი კარავია. საიდან? ჩემმა დედიკომ და მამიკომ მიყიდეს. მოგწონს? კი, ძალიან მომწონს. შიგნიდანაც რა ლამაზი ყოფილა. შეიძლება შევიდე? კი, მოდი. ეს კატოა. ეხლა მალე ლინაც მოვა. გონი მოვიდა. რა კარგია ჩვენი თეთრი კარავია. მოდი რა ერთად ვიმღეროთ. გამომხედე მას პინძელო და ჭიქა წყალი წურია.
და გოგომ ღვინო მომაწოდა და რა ყოფილა გურია. ამ სიმღერას ბაღში გვასწავლით. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ არა უშავს. მაგრამ ვისწავლით და უკეთესად ვიმღერებ. გითხარით, ისეთ რამეს გაკეთებას ვაპირებთ, უფროსებს რომ ძალიან გამოატყებათ. მანამდე კი უნდა გადავწყვიტოთ, ლაივში გავიდეთ, თუ ვიდეოები დავდოთ. კატო ამბობს, მოდი რადიო გავაკეთოთ და ამ კარავიდან ველაპარაკოთ ხალხსო. რა გაცინებთ? ჩვენ მართლა ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. მოგვისმინეთ და დარწმუნდებით. ეხლა ცოტა ხნით უნდა და გემშვიდობოთ.